მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ შეკითხვას, მისი ფიქრები თქვენზე. ვნახოთ, ვისთვის იქნება ეს გაშლა. ჯერ დავაიდეთ ვიცილოთ. ვისთვის იქნება ეს გაშლა და მე მოვუსმინოთ შეკითხვაზე პასუხს მისი ფიქრები თქვენზე. არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, ვიდეოს გაზიარება და კომენტარება, ამით ძალიან მეხმარებით. და მეგობრებო, ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ, სულ ფიქრობ, როგორ შეიძლება გაგიმარტივოთ ენერგეტიკული მიმოცვლა. პირველად ვაჟღერებ ამას, იმიტომ რომ ზოგი პირადში მწერთ, რომ იცი რა ვერ ვალაიქებ, იმიტომ რომ მიყურებენ, იმიტომ რომ ანონიმურობის დარღვევის მეშინია და ასე შემდეგ. არ ვიცი, ვფიქრობ, რამდენად სწორია, რამდენად კარგია. თუ გნებავთ, დავდებ ანგარიშის ნომერს და ესე მადლიერების გამოხატვისთვის, რახან ლაიქს ვერ სვავთ, შეგიძლიათ ჩარიცხოთ სიმბოლური თანხა იმ ინფორმაციისთვის, რასაც ჩემგან იღებთ სამყაროს გზავნილებს, ხო? თუ ესია. მე აქამდე არც მიფიქრე ამაზე, მაგრამ ამას წინათ ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა ეს იდეა მითხრა და რა ვიცი, მე გეუბნებით და ვაჟღერებ. ძალიან კარგია თუ დამიწერთ კომენტარებში, რა გირჩევნიათ, ლაიქის დასმა, თუ თუნდაც სიმბოლური 1 ლარის, 2 ლარის და ასე შემდეგ დონაციის სახით გაღება, იმისათვის რომ სიმბოლურად ენერგეტიკულ ბალანსში იყოთ სამყაროსთან. ისევ თქვენგან გამომდინარე და თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე, თორე არავის არ გეგონოთ ახლა აქ პირდაპირ ვიტყვი ლარის და 2 ლარის მათხოვარი ვიღაც. აი ძალიან მკაცრად და მკაფიოდ ვამბობ. უბრალოდ თქვენგან გამომდინარე ვამბობ ამას, რომ თქვენ არ იყოთ მინუსში. დანარჩენი თქვენზეა. კარგი. ნახოთ ახლა შეკითხვა, ვისთვის არის ეს გაშლა ჯერ. პენტაკლების ტუზი, ორიანი თასები, ცხრიანი პენტაკლები. ცხრიანი თასები, არკანის შეყვარებულები, პენტაკლების დედოფალი, ეშმაკი, ძალა, რვიანი ხმლები და ჩამოკიდებული კაცი დასტის ბოლოს. გაშლა შეეხება იმ ადამიანებს, ვისი შეხვედრაც გრძნობთ, რომ არის კარმული, ან ენერგოპრაქტიკოსმა დადასტურებულად გითხრათ, რომ ეს ურთიერთობა არის კარმული, იმიტომ რომ აქ მოვიდა 3 მაღალი არკანი და მე-4 მაღალი არკანი დასტის ბოლოს, შეყვარებულები, ეშმაკი, ძალა და ჩამოკიდებული კაცი და განდეგილი, მე-9 არკანი, მე-5 არკანი ასევე. მოკლედ, ეს არის ძირითადად ალბათ უფრო ქალბატონებისთვის იქნება ეს გაშლა სავარაუდოდ, მაგრამ მამაკაცებმა თქვენ თავზეც მოირგეთ, იმიტომ რომ ქალის ენერგია წამოვიდა აქ პირდაპირ. აქ არის ქალის ენერგია, რომელიც ან შეიძლება მამაკაცის მიერ ჩაფიქრებული ის საპირისპირო სქესი აღწეროთ, ან ის ქალბატონი, რომელიც მე მიყურებს, რომელიც არის საკმაოდ შემდგარი, თავისი ფინანსური შემოსავალი აქვს, სტაბილურად დგას ფეხზე, იცის საკუთარი თავის ფასი, აქ გარკვეული სტატუსი საზოგადოებაში, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ადამიანის სულში მიდის ძალიან დიდი ფორიაქი, ძალიან დიდი გაურკვევლობა, გამოწვევა, არჩევანი, ვერ ჩამოყალიბება, საით წავიდეს, როგორ წავიდეს და ურთიერთობა ამ მომენტში თქვენსა და ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის არის არა დასრულებული, მაგრამ აი არც წინ მიდის, არც უკან, აი რაღაცა
გარდამტეხ ეტაპზეა თითქოს თქვენ ერთმანეთისგან შორს იმყოფებით არ გაქვთ ესეთი მჭიდრო კომუნიკაცია, ხო? აი ეს არის საკითხი, შეიძლება სხვათა შორის ვინც ჩაიფიქრეთ ქალბატონი, ხო? პირადი ბიზნესიც ჰქონდეს, არც ეს არ არის გამორიცხული, ან ძალიან კარგად იცოდეს ფულის ენერგიასთან ურთიერთობა, მუშაობა და ასე შემდეგ. ანუ მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც რო შევაჯეროთ, ვისთვის იქნება ეს გაშლა, მამაკაცებისთვის იქნება საპირისპირო სქესი პარტნიორი, ვინც აქვს წერა, ესეთი ქალი თუ არის, იმ შემთხვევაში უსმინეთ და მეორე მხრივ ქალბატონები ვინც მისმენთ, თუ ეს არის თქვენი დღევანდელი მოცემულობა, ამ შემთხვევაში უსმინეთ. გარკვეული ტიპის, აი როგორ ხართ, იცი, თითქოს გარეგნულად ყველაფერი ძალიან კარგად გაქვთ, სამსახურიც გაქვთ, შეიძლება ზოგს ოჯახი გაქვთ, რაღაცა სტატუსი გაქვთ, თქვენი ადგილი გაქვთ საზოგადოებაში, მაგრამ შინაგანად ძალიან ფორიაქობთ და საკითხი, ანუ მისი ფიქრები თქვენზე, ვისაც ეხება, ხო, ეს არის კონკრეტულად კარმული პარტნიორი. იმიტომ რომ ამ ადამიანის შემოსვლამ თქვენს ცხოვრებაში გამოიწვია ძალიან დიდი მიჯაჭვულობაც და ამავე დროს ძალიან დიდი გაურკვევლობაც. ვერ ხვდებით რა ხდება, როგორ ხდება, თითქოს გაურბი ხართ კიდეც და ისწრაფვით კიდეც მისკენ. აი ეს არის მოცემულობა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც იქნება ეს გაშლა. ეხლა ვნახოთ მისი ფიქრები თქვენზე, ანუ იმ ადამიანის ფიქრები თქვენზე, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, რას ფიქრობს ის ადამიანი თქვენზე, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. მისი ფიქრები თქვენზე. ჰაერის 4-იანი, ჰაერის 1-იანი და 7-იანი ეტლი. ფიქრები პრინციპში არის ნოსტალგიური. მე გითხარით, რომ ეხლა ამ წუთას თქვენ არ გაქვთ მჭიდრო კონტაქტი და კომუნიკაცია, თუმცა ეს არ არის საბოლოოდ დასრულებული ურთიერთობა. შეიძლება ერთმანეთს მიეცით დრო, რომ აი ჩამოყალიბდეს, გაერკვეს გრძნობებში და ასე შემდეგ. თუმცა მისი ფიქრები თქვენზე არის როგორი, აქაც ნუ აი ქალბატონი მოვიდა რა. ახასიათებს ქალბატონს, მოკლედ, ან თქვენ ხართ ესეთი, როგორც წეგან აღნიშნე უკვე პრეგაშლისას, ან ადამიანი, რომელზედაც ამ გაშლას უყურებთ, ის ქალბატონია ამ ენერგიის მატარებელი. ეს არის ერთდროულად ძალიან მსუბუქი და ძალიან მიწიერი ენერგიების მქონე ქალი, რომელმაც იცის საკუთარი თავის ფასი, იცის რომ ძლიერია, იცის რომ შემდგარია. მისი ამ ჩატება, მისი ესე ამ მსუბუქება ძალიან რთულია. ეს არის ძალიან მიმზიდველი ენერგიის მქონე ადამიანი, რომელიც საკუთარი გარეგნობით, საკუთარი ენერგიით, საკუთარი ქარიზმით ძალიან კარგად ამახსოვრებს თავს გარშემოყოფებს. ფიქრები, როგორც ასეთი, მისი თქვენთან დაკავშირებით არის ესეთი, რომ იხსენებს იმ სურათებს, იმ მოცემულობებს და სხვათა შორის აქ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში რაღაცნაირად გაკვირდებათ ან სოციალურ ქსელში, ან ვიღაცისგან იღებს ინფორმაციას, ან თქვენზე აგროვებს გარკვეულ საკითხებს და ამით იკმაყოფილებს იმ ინტერესს, რაც თქვენს მიმართ გააჩნია. ფიქრები რა არის? ნახოთ მისი ფიქრები რა არის. თქვენ არა ხართ ადამიანი, რომელიც მარტივად მოსაპოვებელია. არა ხართ ადამიანი, რომელსაც ასე მივედი და ვიფყარი, ეგეთი ენერგია აქვს, ხო? ანუ თქვენამდე მოსასვლელი გზა რთულია თქო ვერ ვიტყოდი, მაგრამ ნუ აი ადამიანმა უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსეულია, რომ თქვენთან იურთიერთოს. ესე ყველა შემხვედრთან არ აბავთ არც რომანს, არც ელემენტარულ კომუნიკაციასაც კი შეიძლება ეს ესე იყოს. იმიტომ რომ თქვენ თავის ფასი ძალიან კარგად იცით.
ძალიან კარგად იცით. კიდევ რა არის მისი ფიქრები თქვენზე? წყლის რაინდი, წყლის დედოფალი და ჰაერის რაინდი. ჩემო ძვირფასებო, მისი ფიქრები თქვენზე არის როგორი, იცით, რომ თითქოს თქვენს სურვილებს, თქვენს სექსუალურ სურვილებზე არის აქ საუბარი, თქვენს ანუ ნებაზე, რომელიც თქვენში არსებობს, ხო? თქვენს ურთიერთობის წადილზე, ასე რომ ვთქვათ, იხშობთ თქვენ საკუთარ თავში, ანუ მართავთ ემორჩილებით, იპყრობთ თქვენს ემოციებს და არ აძლევთ ამ ემოციებს ესე პირდაპირ გამოვლენისა და გამომჟღავნების შესაძლებლობა. შეიძლება ძალიანაც გინდათ ურთიერთობა, ძალიანაც დიდი ინტერესი გაქვთ, ძალიანაც ასეთი დიდი ქიმია და ნაპერწკლები არსებობს თქვენ ორს შორის, მაგრამ ამას თქვენ ესე არ ავლენთ. ესე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში ჩაფიქრებული ადამიანი და მე მგონი სწორად ფიქრობს. რაც შეეხება თვითონ ამ ადამიანს, თვითონ ეს ადამიანი ამ ეტაპზე ახლა არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ საკუთარ შინაგან ცეცხლსა და ვნებას რაღაცნაირად ცდილობს, რომ გაანელოს, მინავლოს, ასე რომ ვთქვათ, რომ თავისივე ვნების ცეცხლში და ქართ ცეცხლში არ დაიწვას. ყურადღების გადატანას ცდილობს სხვა რაღაცეებზე. თუმცა აქ რაინდული ენერგია მოდის, აქ არ მოდის მეფის ენერგია, ხო? აი რაინდის ენერგია უფრო მსუბუქი ენერგია, უფრო ისეთი ენერგია, უფრო ფლირტის, მე ვიტყოდი. შეიძლება აქ ურთიერთობა, რომელსაც უსმენთ, ხო? ანუ თქვენ შორის არ მომხდარა რამე ისეთი სექსუალური თანაკვეთა. ეს არის რაღაცა იმპულსის დონეზე, რომ მე ვიცი, რომ მიყურებ და შენ იცი, რომ მე გიყურებ და აი ამ ენერგეტიკულ მიმოცვლაში ხართ, ასე რომ ვთქვათ. კიდე რას ფიქრობს? ხო, ან მესამე ქალი მოვიდა, ანუ ცეცხლის ქალბატონი, ანუ მისთვის ხართ ძალიან სერიოზული სექსუალური ინტერესის ობიექტი, ანუ ქალი, რომელიც არის ძალიან ვნებიანი, ძალიან სასურველი, ძალიან მიმზიდველი, აი ძალიან ცეცხლოვანი, ასე რომ ვთქვათ, ხო? ქალი, რომელთანაც აი წეღარო გითხარით რა ყველას თავს არ უყადრებთ, თქო მართლა ესეა, რა თქვენ ზემოთ ხართ და ეს ადამიანი ესე ქვემოდან შემოგცქერით, ხო? ანუ თითქოს მისთვის ხართ ობიექტი, რომელიც აი საოცნებოა დაპყრობის თვალსაზრისით, რომ აი თქვენზე ოცნებობს, ასე რომ ვთქვათ, ანუ შემოგნატრით, ხო? ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ აქ მე ხარა ენერგიის ქალსაც უყურებ, მარტო ის ადამიანი კი არა, სავარაუდოდ ბევრი შემოგნატრით კიდეც, იმიტომ რომ აქ სხვანაირი ენერგიის ქალია ძალიან. თან ძალიან შემდგარი, თავდაჯერებული, რეალიზებული, რეალისტი ამავე დროს და ამავე დროს ის ქალური სინაზე, ბავშვური სილაღე, ეს რაღაცა თამაში, ეს რაღაცა ყველაფერი თქვენში არსებობს, მოკლედ რა. ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ, გონება, ხიბლი, ფიზიკურობა, აი ყველაფერი ენა, ყველაფერი გიწყობთ ხელს იმისათვის, რომ არა მარტო ამ კონკრეტულ ვიზეს ჩაიფიქრეთ, ბევრმა ადამიანმა გამოხატოს თქვენს მიმართ ინტერესი. ნახოთ კიდე ფიქრი რა არის, ხო? ხო, აი რას ვამბობ, ნახეთ, ანუ ქალი, რომელიც თავად მართავს ცხენს, ანუ ქალი, რომელიც თავად მართავს თავის ცხოვრების საჭერს, ზოგჯერ გააგელვებს, ზოგჯერ შიანელებს, ზოგჯერ იკეკლუცებს, ზოგჯერ მოიწყენს, ზოგჯერ იმხიარულებს, ანუ ძალიან ესეთი საინტერესო ბუნების ადამიანი ხართ და ამავე დროს ძალიან მიწიერი. არ ხართ რაღაცა იდეალების მადევარი ქალი. ანუ რეალისტი ადამიანი ხართ, ყველაფრის თავის სახელის დარქმევა შეგიძლიათ. ხო, ანუ ქალი, რომლის ფეხების წინაშეც მზად არიან, რომ დაეცნენ, ემთხვიონ მის ნაკვალებს, ემსახურონ, მიუძღვნან ცხოვრება, ესეთი ენერგია აქ. თუმცა ამავე დროს ხართ ადამიანი, რომელიც კიდევ ერთხელ საკუთარ თავში ამ ადამიანის შეფასებით თქვენ მალავთ თქვენს სექსუალურ სურვილებს. თქვენ მალავთ იმ ძალიან დიდ შინაგან ცეცხლს, რომელიც თქვენში არსებობს, შიგნით და ამას იმორჩილებთ და ეს ჩანს გარედან, რომ
რეალურად ერთი აი ასანთი ზღერის გაკიდებაა საჭირო და აი ალდებით ისეთი ენერგეტიკა გაქვთ რა ეს ქალური და ძალიან სასურველი ადამიანი ხართ ძალიან მოკლედ რო ვთქვათ რა მამაკაცური ენერგიაც საკმაოდ ბევრია სხვადასხვის თქვენში მიუხედავად თქვენი ძალიან ქალური იერსახისა კიდე რას ფიქრობს ნახოთ კიდე რას ფიქრობს ცეცხლის 7-იანი არკანის სულელი და არკანის 3-იანი ცეცხლი ჩემო ძვირფასებო აქ რეალურად როგორი სიტუაცია იცით აქ არის გამოდი ესე გავაკეთებ რო არ გამოჩნდეს აქ არის ქალბატონის ენერგია რომელიც იწვევს ჩაფიქრებულ ადამიანს ანუ თითქოს აი როგორ ხართ იცით უშვებთ აი ამ ვიბრაციებს აი ამ ვაიბებს ფლირტისას და თამაშობთ იმიტომ რომ აქ არკანის სულელიც მოვიდა აი ქალბატონი რომელიც ესე დასცქერის ბურატინოს და ნუ პრინციპში თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი გაძლევთ კიდეც იმის ნებას რომ ესე ითამაშოთ და გაერთოთ მისით იმიტომ რომ მიზანი მისი არის რომ აი ამ თამაშით მიგიყვანოთ მოკლედ მისთვის სასურველ კონდენციამდე როდესაც უკვე მისი თამაშის წესებით ითამაშებთ და არა თქვენ აი ეს არის სიტუაცია რეალურად ანუ ეს არის ახალი ურთიერთობა არ ვიცი მაგრამ ანუ აი ურთიერთობა რომელიც აი მოთელვის შესწავლის ეტაპზეა ახალი არ ვიცი რამდენად არის სიმართლე რო გითხრა შეიძლება რაღაცა გარკვეული პერიოდი წლები გრძელდება ეს რაღაც ენერგო იმპულსების და დენების დარტყმა ერთმანეთისთვის კიდევ ნახოთ მისი ფიქრები თქვენს ხო მისი ფიქრები თქვენზე არის ის რომ მზად არის ესე ხელში აგიტაცოთ და მოგიტაცოთ და დაბრულ ტყეში წაგიყვანოთ და ის თამაში რო არის აი თურმე რა უნდა ეგეთ ვარიანტში ხო თქვენ ხართ ქალი ძალიან უნებიანი ძალიან სასურველი აქ სამწუხაროდ ჩემო ძვირფასებო პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ჯერჯერობით გრძნობებზე საუბარი ნამდვილ ჭეშმარიტ გრძნობებზე საუბარი ძალიან ნაადრევია იმიტომ რომ აქ არის პოზიცია როდესაც ქალმა თუ სიგნალი არ მისცაო ხო იცით აი რაღაცის ქალბატონი რო არის იუმორისტული სკეჩის აი ეგეთ ვარიანტში აი თქვენ სიგნალს აძლევთ ამ სიგნალზე გპასუხობენ აი ესეთი ენერგიაა მოკლედ ურთიერთ მიმოცვლის თუმცა ადამიანი ვისაც ესე სიგნალს აძლევთ ასე რომ ვთქვათ არ არის მთლად ხელწამოსაკრავი პიროვნება ისიც საკმაოდ ძლიერი манипуляტორია ისიც საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკის მქონე მაგია რომელმაც აი შეძლო და შემოაღწია თქვენს ესეთ ძალიან რეალისტურ დავარცხნილ გალამაზებულ აზრში, ფიქრში, ცხოვრებაში და ასე შემდეგ. ანუ მას აქვს საკმარისი ძალა იმისათვის, რომ თქვენი ფიქრები მართოს. თქვენ კი გონიათ, რომ თქვენ მართავთ თქვენ ფიქრებს, მაგრამ რეალურად ესე არ არის აქ, რასაც მიჩვენებს. ანუ ორივე მხრიდან არის ძალიან დიდი ვნების და ერთმანეთის სურვილის ინტერესი. აქ არის როგორი სიტუაცია ხალხო იცით? წეგანო ახსენე კარმული პარტნიორი და ზუსტად ეს არის რა, ანუ რო შეხვდები და ერთად რო აგიზგიზდება ეს ცეცხლი ერთიანად, ეს საკითხია და რო არიცი ტვინიდან როგორ ამოიგდო, იმიტომ რომ ყველანაირი ლოგიკური მოცემულობა მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ურთიერთობა არ უნდა შედგეს, მაგრამ მაინც არ შეგიძლიათ ამ წინააღმდეგობის გაწევა. აი ეს იყო მოკლედ ჩვენი საჯარო გაშლა და კითხვაზე პასუხი მისი ფიქრები თქვენზე. დასაწყისში ენერგომიმოცვლისა და ბალანსისთვის რა კითხვაც დავსვით, ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ ამ საკითხზეც. საინტერესოა თქვენი მოსაზრება. და იმედი მაქვს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ არავის არ ეგონება აქ და ერთი წუთით თავის თავში არ დაუშვებს იმას, რომ ვიღაცა რაღაცას გთხოვთ ან გაიძულებთ. თქვენი ნება და უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი, რადგან ესე გიჭირთ ლაიქების დასმა, ესე ხო არ გირჩევნიათ. ასე და ამრიგად ჩემო ძვირფასებო,
გისურვებთ ბედნიერ დღეს, იმედი მაქვს რეზონირდა და გაშლასა და შეკითხვაზე პასუხისთვის გელოდებით კომენტარებში. დროებით.